სახელითა, მამისაითა, და დისაითა და სულისაწმინდისაითა. ჩვენთან არს ღმერთი. ქრისტე აღსდგა. გილოცავთ კვირა დღეს მსახურებას, აღდგომის მსახურებას. გილოცავთ წმინდა ბარბარეს ხსენებას, ჩვენი საყვარელი დიდი წმინდანი. გილოცავთ წმინდა იოანე დამასკელის ხსენებას, რომელსაც ოქრო ნექტარი უწოდა ეკლესიამ და მისი სწავლები და მისი ქადაგებებით სავსეა ჩვენი ეკლესია და მისი სწავლებებს ჩვენ დღესაც სარგებლობთ მისი ქადაგებებით. განსაკუთრებულად მინდა მოგილოცოთ ბარბარობა, წმინდა ბარბარეს დღესასწაული. ეს დღესასწაული როგორც ჩანს ოდითგანვე იყო განსაკუთრებული ჩვენთვის. ჩვენ კი ვიცით რომ რატომ შეიყვარა, რატომ უყვარს ქართველ ხალხს განსაკუთრებულად მოწამეები, მაგრამ წმინდა ბარბარეს დღესასწაული რატომ გამოარჩია ესე ქართველმა ერმა, მე ახლა ვერ დავიჩემებ, ვერ ვიტყვი, მაგრამ ერთი რამ ფაქტია რომ აი დღევანდელ დღეს თქვენ ისით რომ ლობიანებს აცხობენ და აცხობდნენ მაშინაც კი, როდესაც ათეისტური პერიოდი იყო და არ იყო ეკლესია, არ იყო მღვდელი, მაგრამ მახსოვს რომ ბებიაჩემი ყოველთვის ამ დღეს რაღაც აუცილებლად ითვლებოდა რომ ლობიანი უნდა გამომცხარიყო. აქედან გამომდინარე ჩვენ ხედავთ რომ აი ამ დღეს ყოველთვის იყო სადღესასწაულო განწყობა. მე თქვენ ისით რომ როდესაც ეკლესიის დევნა დაიწყეს და სამღვდელოება განდევნეს, ის ჩვეულება რომელიც სარწმუნოებრივი ჩვეულებები გადავიდა ხალხში. და ამ ჩვეულებებს ისინი იმდენად უფრთხილდებოდნენ, რომ კი არ იცოდნენ მერე დაავიწყდათ ეს ყველაფერი საიდან მოდიოდა, მაგრამ ამ ჩვეულებას არ იშლიდნენ მაინც და აი ეს ლობიანის გამოცხობა სადღესასწაულო განწყობას ხმდა. ეხლა მარხვაში ხაჭაპურს ხო არ გამოაცხობდნენ და მარხვა უწევს ამ პერიოდში ყოველთვის, ამიტომ ლობიანები ცხებოდა და იქნებოდა სადღესასწაულო ტრაპეზი და სადღესასწაულო განწყობა. ზოგადად აი წმინდანების ღვაწლიც არის სხვადასხვაგვარი, სხვადასხვა არის. წმინდა ბარბარე არის ერთ-ერთი იმ წმინდათაგანი, რომლებმაც უპირატესად იქადაგეს მართლმადიდებლობა. ჯერ პირველ რიგში იმ ღვაწლით, რომელიც ღვაწლითაც გაბრწყინდა წმინდა ბარბარე და მეორე რიგში ყოველი წმინდანი, აი თქვენ ისით რომ ჩვენი ღმერთი არის წმინდათა შორის საკვირელი. ანუ წმინდანებში ჩვენ ხედავთ ღმერთს, მის ძალას, მის მადლს, მის გამოვლინებას. აი ერთი ესეთი მოარული შეკითხვა არის, რომელიც ძალიან ხშირად ხდება ხოლმე, რომ აი აინტერესებთ ახალგაზრდებს და ზოგადად ადამიანებს აინტერესებთ რომ აი მაგალითად ადამიანი რომელიც დაიბადა უცხო ქვეყანაში, სადაც არ არის ეკლესია, არ არის დაუშვათ მღვდელი არ იქადაგება მართლმადიდებლობა და ესეთი ადამიანმა რა უნდა გააკეთოს. აი წმინდა ბარბარეს ცხოვრება დღევანდელი მისი ხსენება და მისი გახსენება, მისი ცხოვრების, ამაზე ჩვენ გვაძლევს პასუხს. თქვენ მოგესწენებათ რომ წმინდა ბარბარე იყო მდიდარი ოჯახის შვილი, იყო გამოირჩეოდა თავისი სილამაზით, ამიტომ თავისმა მამამ დიოსკორემ იგი მისთვის ცალკე კოშკი ააშენა და აი ამ კოშკში ზრდიდა. წარმართი აღმზრდელები ყავდა, რა თქმა უნდა ისინი სიმართლეს არ ეტყოდნენ, ჭეშმარიტებას არ უხადაგებდნენ და აი ესე იზრდებოდა წმინდა ბარბარე. მაგრამ ნახეთ აი საკვირველი რა ადამიანი, ნახეთ თუ კი ღმერთი, აი ჩვენ ვიცით რომ ღმერთი ყოველგან არის, ხო? თუ კი ადამიანი სად უნდა მოძებნოს ადამიანმა ღმერთი თავის გულში უნდა მოძებნოს. აი ესე წმინდა ბარბარე იზრდებოდა აი ამ კოშკში და საიდან დაიწყო ღმერთზე ფიქრი, ნახეთ მისი ერთადერთი ნუგეში ის იყო რომ აი ამ კოშკის ფანჯრიდან უყურებდა აი ამ თაგორიან ბუნებას, აი ამ მდინარეებს, აი ამ მცენარეებს, საოცარ მცენარეებს, გაზაფხული, ზაფხული, შემოდგომა, ზამთარი და ცაში ვარსკვლავებს ხედავდა, მზეებს, თვარებს და დაფიქრდა წმინდა ბარბარე რომ ამ ყველაფერს აუცილებლად აი ამ უზარმაზარ, აი ამ წესრიგს, აი ამ ყველაფერს აუცილებლად უნდა ყავდეს შემოქმედი. როდესაც მან კითხა თავის აღმზრდელებს, თავის წარმართ აღმზრდელებს, რა თქმა უნდა, მათ უთხრეს, რომ
ამ ყველაფერს ჩვენი კერპები განაგებენ და რა თქმა უნდა წმინდა ბარბალეს ძიება იყო წრფელი და აი აქედან დაიწყო მისი ძიება. ეხლა რაც შეეხება ეხლა შეიძლება შემდეგი შეკითხვა ისიც იყოს რომ აი კაი დავუშვათ ადამიანის გონება მივიდა იქამდე რომ დასვა კითხვა რომ აი შემოქმედის ძიება დაიწყო მაგრამ მე რა უნდა იყოს მე იცით რა ჩვენ კი არ ვართ უფლის კარებზე მიმდგარი და კი არ უკაკუნებთ რომ გაგვიღოს კარები ქრისტე არის ჩვენი გულის კარებზე მომდგარი და ის გვიკაკუნებს რომ ჩვენ გავუღოთ გულის კარები და თუ ჩვენ გაუღებთ ქრისტეს გულის კარებს სადაც არ უნდა ვიყოთ რა მდგომარეობაში არ უნდა ვიყოთ ის გამოგვიგზავნის ჩვენ იმას რაც ჩვენთვის საჭირო იქნება როგორც წმინდა ბარბარეს პირველ რიგში გამოუგზავნა თავისი თანატოლები ქრისტიანი გოგონები რომელთაგანაც გაიგო რომ ჭეშმარიტი ღმერთი არის სამები დიდებული ღმერთი ამის შემდგომ იგი ერთ-ერთ შენობაში რომელიც დიოსკორე მივლინებაში იყო მამამისის წასული და დაიბარა რომ მისი კერპების პატივსაცემა მზისა და მთვარის კულტის პატივსაცემად ორი სარკმელი დაეტოვებინათ აი ამ შენობაზე მაგრამ ჩამოსვლამდე ბარბარემ შეცვალა ეს ამ სახლის პროექტი და 3 სარკმელი დაატანა და როდესაც ჩამოვიდა მამამისი და უთხრა რომ ეს რატომ გააკეთა მან უთხრა რომ ეს გააკეთა მან პატივად მამისა და ძისა და სულისა წმინდისა რა თქმა უნდა მამა გაუბრაზდა მას და ხო ასევე მღვდელიც აი ამ პერიოდში ალექსანდრიელი მღვდელი ჩამოვიდა იქ და კიდეც მოინათლა წმინდა ბარბარე შემდგომში როდესაც ესე იგი ის ადამიანი როდესაც შეიცნობს ჭეშმარიტებას ხო მისთვის უპირატესი ხდება სარწმუნოება დანარჩენი ყველაფერი მისთვის ხდება უკანა პლანზე გადადის ესე რომ ვთქვათ ამიტომ წმინდა ბარბარემ შეიცნო რა ჭეშმარიტება რომელსაც ამდენი ხანი ეძიებდა რა საოცარია რომ ესე იგი რა თქმა უნდა იმ მღვდელმა უქადაგა წმინდა ბარბარეს მაგრამ აღსრულდა ის რაც წერია წმინდა წელში რომ რომელი მოვალ შემდა და არა უარყოს მამაითვისი და დედაითვისი და აღიღოს ჯვარისთვის და შეომიდგეს მე იგი არ არის შემდა ღირს და ეს წმინდა ბარბარეს ცხოვრებაში აღსრულდა ასევე აღსრულდა წმინდა ბარბარეს ცხოვრებაში სახარებაში ნათქვამი სიტყვები რომ მოვა დრო როდესაც სახლეული თავის სახლეულს მტრად აღუდგება და აღდგენ შვილი მამა დედათა ზედა და მოჰკვლიდნენ მათ ამ შემთხვევაში შვილს არ მოუკლავს მამა მაგრამ საკუთარმა მამამ მოუსწრაფა სიცოცხლე წმინდა ბარბარეს და საკუთარმა მამამ განაჩენი აღასულა მისმა მამამ თავი მოკვეთა წმინდა ბარბარეს მისმა მამამ მაგრამ სასჯელმა არ დააყოვნა იქვე მეხი დაეცა და ფერფლად იქცა ეს მამამისი და ასევე ქალაქის თავი რომელმაც წმინდა ბარბარეს სამჯავროზე გაიყვანა როგორც გითხარით წმინდა ბარბარეს დღესასწაული ჩვენთან იყო განსაკუთრებული და განსაკუთრებულად ვიცი ჩვენ ასევე რომ წმინდა ბარბარე განსაკუთრებულად შეეწევა უზიარებელ ადამიანებს და ასევე ვიცი ჩვენ რომ წმინდა ბარბარეს განსაკუთრებულად უყვარს ბავშვები და მე მადლობ უფალს იმისთვის რომ ეხლა შემთხვევით არაფერი არ ხდება თქვენ კარგად მოგეხსენებათ თქვენ იცით რომ ჩვენს ბაღში არის წმინდა ბარბარეს სამლოცველო ასევე ჩვენს ნიკოლოზობის დღესასწაულს ველოდებით ეხლა და ჩვენს სკოლაში არის წმინდა ნიკოლოზის სამლოცველო ეხლა რემონტი გაკეთება და ჩვენ გვაქვს იმედი რომ უკეთესი ოთახი გამოიყოფა სამლოცველოსთვის მაშინ არ იყო რემონტი და ეხლა ჩვენ ვიმედოვნებთ რომ უკეთესი ოთახი გამოიყოფა და ჩვენ უნდა ვიცოდეთ რომ ესე იგი ვინც რას თესავს იმას მოიმკის რასაც ჩვენ სულიერისთვის გავიღებთ ხომ რომელმა სულიერი დავთესავს სულიერს მოიმკით და სულიერი დათესვა კიდე ის არის რომ ჩვენ წმინდანებს ამ ქვეყანაზე თუ კი ამის საშუალება გვაქვს და გვეძლევა ამის საშუალება გამოვუყოთ საუკეთესო ადგილი სადაც საიდანაც მათთვის აღევლინება ლოცვა და შემდგომში აი ეს ლოცვა შეეწევა მოგეხსენებათ სოფელში რამდენი უზიარებელი ადამიანი ყავს ბავშვები ყავს ბევრი აი დღეს გამორჩეული დღე იყო ამითაც იქადაგება წმინდანის
8 რომ ნახავთ, ყველა ეკლესიებში დღეს უამრავი ხალხი მოდის. აი, ამითაც ჩანს, რომ განსაკუთრებული იყო ჩვენთვის წმინდა ბარბარე და განსაკუთრებულად იქადაგება დღევანდელ დღეს წმინდა ბარბარეს ცხოვრებით სარწმუნოების სიდიადე. გავიდა იმის მერე საუკუნეები, წმინდა ბარბარემ უერთგულა სარწმუნოებას, მართლმადიდებელ სარწმუნოებას და მისი სახსენებელი თესლითი თესლამდე, ანუ შთამომავლობიდან შთამომავლობაში და უკუნითი უკუნისამდე და მერმეცა აი ესე დიდებულად იღესასწაულება და იმ მათი სახსენებელი, რომლებიც იმ პერიოდში ამა ქვეყნის ძლიერნი იყვნენ და ზესთამჩენობდნენ და მძლავრობდნენ, მათი სახსენებელიც კი დღეს აღარ არის კი არა და თუ გავიხსენებთ აუცილებლად უარყოფით და ბოროტ კონტექსტში და სარწმუნოების სიდიადე თითქმის კი არა ყველა წმინდანის ღვაწლში იქადაგება, მაგრამ კიდევ ერთხელ ვამბობ, მოწამეების ღვაწლში სარწმუნოების სიდიადე უპირატესად იქადაგება, იმიტომ რომ ისინი როგორც აი ამ ქვეყნიურად შეიძლება დამარცხებულები, ამ მიწიერი თვალით დანახული შეიძლება დამარცხებულები, მაგრამ სწორედ აი გამარჯვებულები, სწორედ ისინი არიან და ეს დრომაც აჩვენა და ისტორიამაც მოიტანა ჩვენამდე ეს ყველაფერი და განსაკუთრებულად გილოცავ წმინდა ბარბარეს სენებას. მე აი ნახეთ თვითონ მდგომარეობას როგორი ახლა დღეს ახლა აი წმინდა იოანე დამასკელის სენება არის უდიდესი წმინდანია სვეტი ეკლესიის აღდგომის მსახურება იყო, კვირადღის მსახურება, მაგრამ ჩვენ განსაკუთრებულად ვთქვით წმინდა ბარბარეს შესახებ და ამითაც ითქმის ის, რომ ჩვენთვის წმინდა ბარბარე განსაკუთრებულია. მადლობა უფალს იმისთვის, რომ ეხა ქუჩაში რო გაივლით, თითქმის ყველა მიცის, რომ დღეს არის წმინდა ბარბარეს სენება და მე შევთხოვ წმინდა ბარბარეს, რომ გვედღესასწაულოს ეს დღესასწაული ისე, როგორც იდღესასწაულებდა წმინდა ბარბარე რომელიმე წმინდანის ან რომელიმე მოწამის დღესასწაულს. და ეს ესეც იქნება ჩვენ იმედი გვაქვს წმინდანების, იმედი გვაქვს ჩვენ ესე იგი დაუცხრომელი ლოცვა არის წმინდა ბარბარესადმი აღევლინება. კიდევ ერთხელ მადლობა მინდა გამოუცხადო რიტა მასწავლებელს, რომელიც ამ მხრივ გვერდში უდგას ეკლესიას და ცდილობს რომ არ ჩავარდეს დაუჯდომლების წაკითხვა და მისი ლოცვითა და მეოხებით ესეც იქნება. ჩვენ ზუსტად ისე ვიდღესასწაულებთ, როგორც ეს ღვთისთვის სათნო არის და როგორც ეს წმინდა ბარბარეს გაუხარდებოდა. მადლითა, წყალობითა და კასტმოყვარებითა უფლისა ჩვენისა იესო ქრისტესითა, რომლისა თანა მამასა ჩვენის დიდება, სული წმინდით უკუნითი უკუნისამდე. ამინ.